განათლების მინისტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და იმ ნაკრები გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას. 2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება და მასში 6880-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნული ოლიმპიადა არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში, ხოლო მეორე მხრივ არის ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობა ბავშვებისთვის მისაძლევს უზარმაზარ მოტივაციას თვითოულ მათგანს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ და გაიმეორონ ის განაცოდნა და სასწავლო პროგრამა, რომელიც მათ წლების მანძილზე სკოლაში მიიღეს. 2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წარმატებით დასრულდა ოქტომბრის თვეში და ეს ტური გადალახა 6880 მოსწავლემ. დღეს დაიწყო მეორე ტური, სადაც რა თქმა უნდა ამ რაოდენობის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. დღეს დაიწყო ქართული ენა და ლიტერატურა.